შეწყალებასთან დაკავშირებით ინფორმაციას კანონით დადგენილი წესით გავავრცელებთ უთხრეს ყაველაშვილის ადმინისტრაციაში მთავარს, თუმცა არ აკონკრეტებენ რომელ საათზე გამოქვეყნდება დოკუმენტი. უცნობია მოხდებიან თუ არა შეწყალებულთა სიაში პროევროპულ აქციაზე დაკავებულები. გლდანისა და რუსთავის ციხეებთან კი პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილის შეკრებას განაგრძობს. შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე გამოძიებას ჩაბარდა. მისი ძმა კი, რომელიც ლილუაშვილის გარემოცვის წევრია, ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გამოუშვეს. ირკვევა, რომ რკინიგზის ყოფილმა მაღალჩინოსანმა კობა ხუნდაძემ საპატიმრო თვენახევრის წინ დატოვა. მას გამოძიება დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ვიდგები ბოლომდე, სიკვდილამდე დედის სხეული სუსტდება, მაგრამ მისი ვედრება უფრო ძლიერია, ვიდრე შენი პროკურატურის კედლები. მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედა გენერალურ პროკურორს გიორგი გვარაკიძეს მიმართავს. სოფო ძნელაძე მთავარსაგამოძიებო უწყებასთან შიმშილობა 2 დღის წინ დაიწყო. ის ამბობს, რომ მისი შვილი უკანონოდ არის დაკავებული. რუსეთის მოქალაქეს სახლში კანაფის სათბური ჰქონდა მოწყობილი, დაკავებულია 46 წლის პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სათბური დროებით საცხოვრებელ ბინაში იყო მოწყობილი, სადაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანას ახდენდა.